ლიონელ მესი თეთრსახში დონალდ ტრამპს შეხვდა. ამერიკის პრეზიდენტმა არგენტინელსა და მის ამჟამინდელ კლუბს ინტერ მაიამის MLS-ის გასულ სეზონში გამარჯვება მიულოცა და მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ამერიკულ ლიგაში ასპარეზობისთვის. შენ სამყაროს ნებისმიერ ნაწილში შეგეძლო წასულიყავი, მაგრამ MLS-ი აირჩიე. მადლობა შენი ტალანტის აქმოტანისთვის. შენ შეიძლება პელეზე მაგარიც ხარ, უთხრა ტრამპმა მესის. კლუბმა პრეზიდენტს სიმბოლური საჩუქრები და ინტერ მაიამის მაისური გადასცა. ილია თოფურია, ჯონ ჯონსი, ალექს პერეირა, ამანდა ნუნეში და ნავაითმა ჩამოთვალა ის მებრძოლები, რომლებიც დღეს UFC-ს სახეები არიან. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თეთრი სახლის ქარდზე ისაუბრა და თქვა, რომ ღონისძიებაზე 6 ბრძოლა გაიმართება. მათ კი 8 მარტს UFC 326-ის პარალელურად დაანონსებენ. ნაკრებთან ერთად დანიის დამარცხების შემდეგ შენგელია ბარსელონას რიგებს დაუბრუნდა და პირველივე მატჩში კლუბის თანაბომბარდირი გახდა. კატალონიური კლუბი ევროლიგაზე მილანურ კლუბს შეხვდა და 87-84 დაამარცხა. ქართულმა კალათბურთელმა შეხვედრაში 25 წუთი გაატარა, 15 ხულა ჩააგდო, 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითხოვა. NBA-ში თამაში გამარჯვებით დაამთავრა გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიკმა, რომელმაც დალასი ერთქულიანი სხვაობით 115-114 დაამარცხა. ბითაძემ თამაშში 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოიპოვა. მიუხედავად მარცხისა NBA-ში კარგი თამაში ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა. ტორონტო რეპტორსმა მინესოტასთან შეხვედრა 7-115 დათმო. თამაშში მამუკელაშვილმა 11 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა.